გამარჯობა, ვაგრძელებთ არტარიას გადაცემის ციკლს ნდობის წრე და დღეისთვის საუბარი გვექნება კულტურის პოლიტიკაზე. ჩვენი სტუმარი არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარინე მიზანდარი. საუბარი დავიწყოთ ერთი ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროში სამინისტროს პრეზენტაციიდან ეს იყო კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია, რომელიც მედიისთვის გაიმართა. მართალია ეს დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის დასრულებული და არ გამოქვეყნებულა და აი ამის თავობაზე რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორ მიდის პროცესი ამ დოკუმენტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საუბარი არის ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ელოდება მთელი კულტურული საზოგადოება, როდის განისაზღვრება ქართული კულტურის პოლიტიკა, რაზეც ალბათ ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული, ზოგადად ქვეყნის განვითარება, რა მიმართულებით წავა და აი ამის შესახებ რას ითვალისწინებს ის კონცეფცია, რომელსაც თქვათ ველოდებით. დიდი მადლობა ხათუნა. რა თქმა უნდა, დაგეთანხმები რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. ალბათ ეს ნაბიჯი ბევრად ადრეც უნდა გადადგმულიყო, იმიტომ ფაქტობრივად ქვეყანას არ აქვს დღესდღეობით კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი, არ გაგვაჩნია. ჩვენ დავიწყეთ რა თქმა უნდა ჯერ პრიორიტეტების, ასე ვთქვათ, შემუშავებით, სანამ კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე დავიწყებდით მუშაობას, ასე ვთქვათ, შევმუშავეთ პრიორიტეტები, რომელიც ჩვენი აზრით შემიძლია ჩამოგითვალოთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ძირითადი მაინც გახლავთ ეს იგი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, სწორად ეს ჯეროვნად განვითარება, რა თქმა უნდა, იმ ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და განვითარება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და დაგვხვდა, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი. არის აგრეთვე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, რეგიონული კერების, კულტურის კერების გაღვივება და საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში ჩართვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ აი რეგიონულ დონეზე შედგეს თანამშრომლობა, ვთქვათ, ფლანდრიის რეგიონი დაუმეგობრდეს, რომელიღაც სამცხე ჯავახეთს, ხო? ანუ რაღაც ევროპაში ძალიან მიღებული მექანიზმია და ვთქვათ, რეგიონებს არჩება მეტი, ეს თანაც ძალიან კარგად ჩდება ამ ქვეყნის დეცენტრალიზაციის კონტექსტში, ანუ ამ პროცესში. შემდგომი გახლავთ ქართული ხელოვანების ჩართვა, ხა შეიძლება ზუსტად ფორმულირება არ იყოს, მაგრამ კულტურას შორისი დიალოგის ხელშეწყობა, გაღრმავება და ქართულ ხელოვანთა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ჩართვა, ამ პროცესის ხელშეწყობა, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მისია არის ჩვენი სამინისტროსი, რომ რაღაცნაირად გავიდეთ ჩვენი ჩარჩოებიდან და გავხდეთ ამ საერთაშორისო სცენის მონაწილენი და ნაწილი. და რა თქმა უნდა, ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია, ну, რაც გადაჯაჭვულია ამ თემასთან, კულტურათა შორის დიალოგთან, მაგრამ ну, ზოგადად ქართული ხელოვნების კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ისევ და ისევ, რომელიც გადაჯაჭვულია ამ ქართული ხელოვნების საერთაშორისო სივრცეში ჩართვასთან და ანუ უკვე დამკვიდრებული, ასე ვთქვათ, ხელოვანების აქ წარდგენასთან, ხო? იმიტომ რომ ესეც ძალიან გვაკლია ჩვენ, ანუ ორმხრივ ეს კონტაქტები. შემდეგი გახლავთ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, დამეთანხმები ალბათ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი, ალბათ შეიძლება პირველ პრიორიტეტადაც გამოკვეთილიყო, იმიტომ რომ ყველაზე დიდ სირთულეს, რასაც ჩვენ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ანუ ყოველდღიურ საქმიანობაში ვაწყდებით, მე მგონი საზოგადოებრივი ცნობიერების პრობლემაა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პირველ რიგში განათლებასთან არის დაკავშირებული და აი რაღაც ალბათ მერხიდან უნდა იწყებოდეს სწორედ ზოგადად კულტურის როლის გაცნობიერება, იგივე კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების ამ კონცეფციაში თუ არის საუბარი კულტურის სამინისტროს ფუნქციებზე. ან მის მომავალში ვთქვათ, როგორ შეიძლება შეიცვალოს თვითონ როგორც ესეთი ოფიციალური ორგანოს. ეს კონცეფცია ხა არის ძალიან ზოგადი ხასიათის, ანუ აი ისე რომ ვთქვათ, ზოგადად გაწერილი იყოს, რომ იგულისხმება რომ თავარი, ასე ვთქვათ, უწყება, რომელიც უნდა იქცეს შემდეგ ამ კონცეფციის განმახორციელებლად თუ ყოველ შემთხვევაში წინ წამწევად და ყველასთვის, ანუ რომელმაც ყველასთვის მისაღები უნდა გახადოს და სისრულში მოიყვანოს, ხო, ეს ხედვა
მაინც რა თქმა უნდა სამინისტროა, კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო. ანუ თავისთავად ნაგულვებია ეს, მაგრამ ასე გაწერილი არ არის, იმიტომ რომ ეს ძალიან ზოგადი ხასიათის დოკუმენტი. ესე იგი, ეს რაც შეეხება პრიორიტეტებს, ну, რაც წვდომ ხელოვნებაზე წვდომებს დავამთავრებ და მე გადავალ ამ კონცეფციაზე, ესე იგი, ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ აგრეთვე ხელოვნებაზე წვდომის უზრუნველყოფა, ესე იგი, ყველასთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ფაქტობრივად, რომ რათა კულტურა გასცდეს ამ ელიტარულ თავის, ასე ვთქვათ, ზონას და გახდეს მართლა რაც შეიძლება მისაწვდომი რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანისთვის და მართლა მისი კეთილდღეობის საწინდრად იქცეს, ну ეს ყველა სურვილია რა თქმა უნდა, რთულად გასახორციელებელია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაინც ვიწრო წრის წრისთვის ანუ დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში აი ეს ჩართულობა და წვდომა ნამდვილად არ არის უზრუნველყოფილი და ასევე ჩვენი ასე ვთქვათ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლების რაღაცნაირად ამ საქართველოს გარეთ არსებული ანუ სათვისტომების წარმომადგენლების აი ამ პროცესიდან გარიყვის უგულებყოფა, ანუ ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფაც ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა ჩვენი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი პრიორიტეტია აი ამ ჩვენი ტრადიციული კულტურული მრავალფეროვნების სრულად გამოყენება ჩვენი ძალიან დიდარი, ესე იგი ეთნიკური, რელიგიური პრეზენტაციისათვის. ხო, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ისტორიული სინამდვილის შესანარჩუნებლად და სწორად გასავითარებლად, რათა ესეც განუყოფელ ნაწილად მოიაზრებოდეს, როგორც მოიაზრებოდა საუკუნეების მანძილზე, დღეს კიდევ უფრო გახდეს ჩვენი, ესე იგი, კულტურის განუყოფელი ნაწილი. ნებისმიერი ეროვნული უმცირესობის თუ რელიგიური თუ სხვა ვთქვათ ჯგუფის ასე ვთქვათ კულტურა და ტრადიცია. რადგანაც ეს არის სწორედ ჩვენი სიმდიდრე და ასე ვთქვათ განსაკუთრებულობა, რითაც ვამაყობდით, ხო? ანუ აი ეს არის ძირითადად ჩამონათვალი, ხდება რაღაც ძირითადი ყოველ შემთხვევაში მოხაზე. ეხლა რაც შეეხება ამ კონცეფციის დოკუმენტს უშუალოდ იცით დაიწყო ესე იგი ჯგუფმა იმუშავა სამინისტროსთან ასე ვთქვათ არსებულმა ჯგუფმა ძალიან ინტენსიურად ძალიან ესეთი იყო ეს პროცესი ნებადღელვით სავსე მე ვიტყოდი იყო ბევრი კამათი ასე ვთქვათ დისკუსია და ასე შემდეგ თავიდან დაიდო ძალიან ვრცელი დოკუმენტი რომელიც მე რაღაცნაირად დაიხვეწა და რომლისგანაც ფაქტობრივად 20-ოდე გვერდიღა დარჩა დაიწურა ასე ვთქვათ იმიტომ რომ ჩავთვალეთ რომ ამ ეტაპზე საჭირო იყო აი რაღაცა ძალიან ზოგადი დოკუმენტის რაღაც ხედვის განმაპირობებელი დოკუმენტის შემუშავება რომელიც საერთო იქნებოდა კულტურის ყველა დარგისთვის, ყველა მოღვაწისთვის, რომელიც რაღაც ძირეულ ღირებულებებს და ფასეულობებს დაეფუძნებოდა და სწორედ აი ამ ფასეულობების განსაზღვრა იყო ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა. გეტყვით ესე ეს არის ხო? მუშაობდა აი რა მითი პრინციპით შედგა და კომპლექტდა ეს კომისია. ჩვენ შევარჩიეთ ძირითადად ის ადამიანები შეიძლება ნუ ხარ როგორც ხშირად ხდება შეიძლება ყველა ის ადამიანი ვერ მოხდა რომელსაც თქვა ამ საკითხზე უფიქრია და უმუშავია იმიტომ რომ ძალიან დიდი ჯგუფიც ხოცით რომ არ არის მოქნილი და ამდენად ჩვენ შევარჩიეთ ის ადამიანები რომელთაც რაღაც გამოცდილება უკვე ჰქონდათ ასე დოკუმენტებზე მუშაობის ან საერთაშორისო ან აქ იგივე საქართველოს ფარგლებში თუნდაც ჩამოგითვლით რომელთაც გარკვეულწილად დარგობრივადაც მეტნაკლებად გარკვეული დარგებიც იყო წარმოდგენილი თუმცა შეიძლება დარგობრივად უფრო მაინც თეორეტიკოსები იყვნენ შეიძლება დარგობრივი წარმომადგენლობითობა სრული არ იყო მაგრამ შემიძლია ჩამოგითვალოთ რა ვიცი ეს გავხდათ თუ გამორჩება უეჭველად ოღონდ ალბათ რამდენიმე ადამიანი მაგრამ ესენი გახდნენ ნანაყიფიანი რომელიც ნუ ხელოვნების ისტორიკოსი და თეორეტიკოსი და ძალიან ისეთი კარგი გამოცდილება ის მოგეხსენებათ და ადრეც უმუშავია ამ საკითხებზე ეს გახლავთ ნინო გუნია რომელიც მუშაობდა ევროსაბჭოსთვის ამ კომიტეტის შედგენაზე და ყოველწლიურ ანგარიშებს ამზადებს ანუ ევროსაბჭოსთან ამ კულტურის პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს ასევე ეს გახლავთ მანანა თევზაძე რომელიც ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის ხაზით და საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულებების ხაზით უყურებდა ამ დოკუმენტს და ნუ მაინც ეს არის ლურჯი ფარის წარმომადგენელი იკომოსის და ეს იყო მისი ხაზი და მისი დარგი ეს გახლავთ თამარ ბოკუჩავა რომელიც თეატრალური ესე იგი თეატრის სფეროდან არის და ასევე საკმაოდ
კარგი გამოცდილება აქვს. შემდეგ გახლავთ მაკა დვალიშვილი, რომელიც ძირითადად შემოქმედებით ინდუსტრიებზე მუშაობს, შემოქმედებით კულტურულ ინდუსტრიებზე და ეს ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი სფერო იყო ჩვენთვის ასევე და ეს დამოწმე პრიორიტეტებში ამის შემოქმედებით ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ასევე სამინისტროსი ამ ეტაპზე. ეს გახლავთ ლევან მოსახლიშვილი, რომელიც იურისტი ჩაება ამ საქმეში როგორც იურისტი და ფაქტობრივად ეს იურიდიული ფორმა თუ მიეცა ახლა ამ დოკუმენტს და განმარტებითი ბარათები მზადდება. ეს არის ლევანის დიდი დამსახურება, მასაც უმუშავია ადრე კულტურის სფეროში, ეს როგორც იურისტი და ეს გამოცდილება ჰქონდა. კიდევ ვინ ეს გახლავთ სოფო კილასონია იყო ჩართული, თვითონ გამოთქვა სურვილი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და ჩვენ ჩავთეთ ამ პროცესში როგორც ჟურნალისტი და როგორც მედიის წარმომადგენელი, საინტერესო იყო ესეც. ესენი როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები თუ ორგანიზაციის წარმომადგენლები როგორი არა, პრინციპი იყო უფრო დამოუკიდებელი. მაინც ორგანიზაციის კუთხით არ შეგვიხედავს სიმართლე გითხრათ, უფრო როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები. ინგა ქარა იყო ჩართული სამინისტროს მხრიდან, როგორც კოორდინატორი და გარკვეულწილად მეც ასე ვთქვათ ასე შემეძლო ხან ვესწრებოდი ამ შეკრებას. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ეს პროცესი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ესეთი მუშა ჯგუფი, ბირთვი, რომელიც დოკუმენტზე მუშაობდა, მაგრამ ისინი შეხვდნენ მრავალ ადამიანს, რაღაც სამიზნე ჯგუფები გამოყვეს ეგ განათლების სფეროში, ფინანსურ სფეროში, რასაც მიმართება აქვს თქვათ კულტურასთან, ანუ ძალიან ბევრი დარგის და ბევრი უწყების წარმომადგენელს შეხვდნენ. ეს არასამთავრობო სექტორს ლალი პერტენავა იყო გამორჩა ლალი უკაცრავად. შეიძლება კიდევ ვინმე გამორჩა და დიდ ბოდიშს ეხთით ეს გვარი და სახელი მაგრამ ამავიწყდა ლალი პერტენავა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ჩართულობა. ისინი შეხვდნენ ესე იგი სხვადასხვა არა მხოლოდ დარგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სექტორის, შეხვდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ხო, ბიზნეს სექტორს, შეხვდნენ სახელმწიფო სხვა უწყებების სიპების წარმომადგენლებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, შეხვდნენ სხვადასხვა დარგობრივათაც ესე იგი შეარჩიეს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, შეხვდნენ სამოქალაქო სექტორს, შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თბილისის გარეთ და ამდენად ესე იგი ეს იყო ესეთი საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, რომელმაც ამ ჯგუფმა სცადა მართლაც რომ გაეთვალისწინებინა, ანუ და შეეჯერებინა სხვადასხვა ასე ვთქვათ ამ ჯგუფის და სექტორის ინტერესები და ხედვაც ისე რომ რაღაცა ქვეყნისთვის სასიკეთო საბუთი შექმნილიყო ასე ვთქვათ. სახელმძღვანელო რაღაცა დოკუმენტი. რომელიც ეფუძნება ფაქტობრივად აი რამდენიმე ესეთ ღირებულებას, შემიძლია წაგითხრათ, ეს არის შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება, სრული დამოუკიდებლობა და კულტურული მრავალფეროვნება, ეს არის პირველი, ენა, მაინც თუმცა ენა მხოლოდ ჩვენი სფეროს არეალში არ შემოდის, ანუ ჩვენს არეალში არა მხოლოდ ჩვენსაში ალბათ ძალიან ბევრმა სხვა უწყებამაც უნდა ჩაწეროს ენა ყოველ შემთხვევაში რამდენიმე უწყებამ აუცილებლად როგორც თავის ერთ-ერთი ესეთი ფუძემდებლური ღირებულება, ხო? შემდეგ საბაზისო ღირებულება, შემდეგ კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან ფართოდ მოიაზრება აქ არამატერიალური, მატერიალური და ასე შემდეგ. ხელოვანი და ხელოვნება ზოგადად და კულტურათა შორისი დიალოგი. ეს არის ის რაღაცა ძალიან ისეთი ფუნდამენტური საბაზისო ღირებულებები, რომელსაც ეს ხედვა ეფუძნება. ხედვა არის ძალიან მარტივი, რაც შეიძლება ბევრი ფორმულიდან და ჟაბასის შემდეგ მივედით ძალიან მარტივ ხედვამდე, კულტურა განვითარების, შემოქმედებითი ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის. აი თუ ეს მიზანი მიღწეულ იქნა სამომავლოდ, რომ ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი იყოს, ანუ ქვეყნის სიცოცხლის უნარიანი ეკონომიკური განვითარების და არა მხოლოდ ეკონომიკური, მაგრამ რომელს განვითარებაში ყველაფერი მოიაზრება, მათ შორის სიცოცხლის უნარიანი ეკონომიკური განვითარება. თუ კი ეს ჩვენი საქმიანობა ადამიანს, ყოველ ადამიანს, ანუ ყოველ მოქალაქეს მისცემს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას, ნებისმიერ დონეზე. და თუ კი კულტურა წაადგება ნებისმიერ მოქალაქის კეთილდღეობას, ხო? ანუ ეს იქნება ვთქვათ გარემოს გაუმჯობესება, სასიამოვნო რაღაცა მორალური თუ სულიერი მუხტების შექმნა, ხო? ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ ნებისმიერი სხვა ფორმა, ანუ კეთილდღეობა ძალიან ფართო ცნება და აი ამასაც თუნდაც ეროვნული იდენტიფიკაციის თუნდაც და რა თქმა უნდა საფუძველი არის ის, რომ ეს არის ჩვენი იდენტობის
საფუძველი, ჩვენი სულიერების საფუძველი და ამიტომაც აი ენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ენა კულტურული მემკვიდრეობა, კულტურულ მემკვიდრეობაში იგულისხმება არა მხოლოდ მატერიალური, ანუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თუ ნიმუშები თუ რა ვიცი, ანუ ყველაფერი რაც არის ადათი, ტრადიცია, ჩვეულება, ხო, სიმღერა, ენა, ანუ ყველაფერი ძალიან ფართო სპექტრი არის ამ კულტურული მემკვიდრეობის მოაზრებული ყოველ შემთხვევაში ამ კონცეფციის. აი ამ კონცეფციის განვითარებას, მის გაშლას და აი კულტურის ასე ვთქვათ გავრცობას ხო, რაც ნაგულისხმები არის ამ დოკუმენტში. ამას აუცილებლად დაჭირდება, ასე ვთქვათ, შუამავალი საშუალებები, ну, როგორც მედია უნდა იყოს თავისთავად. მედიის პრობლემებზე დღეს ცალკე არის საუბარი და თვითონ კულტურა კიდევ როგორ შუქდება მედიაში, ესეც განსჯის საგანია ამასთან დაკავშირებით. და აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კულტურული პოლიტიკა თვითონ მედიასთან თანამშრომლობაში? ну მაგალითად თქვათ რომ ავიღოთ ისეთი ну ეხლა ვთქვათ აი არტარია დღეისთვის არის ახალი არხი რომელმაც უნდა იმუშაოს კულტურის მიმართულებით ხო ამის გარდა რომ ავიღოთ არსებობს კიდევ სხვა არხები სადაც მუდმივად შეინიშნება ესეთი კულტურის მიმოხილვა ვთქვათ საინფორმაციო ბლოკებში როდესაც არის სულ არის ხოლმე ასე ვთქვათ ну კრიტიკას ვერ უძლებს ხო ძალიან ესე რბილად რომ ვთქვათ აი თუ თქვათ ექნება პროგრამები კულტურის სამინისტროს იმ მიმართულებით, რომ თქვათ მედიაში განვითარდეს, ну, თუნდაც კულტურის ჟურნალისტიკა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ასეთი მე მგონი პროექტიც კი იყო მსგავსი, ახლა მასენდება ამ სწორედ კულტურის სფეროში, ხო, კულტურის ჟურნალისტიკის გასავითარებლად მოწოდებული ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ სამინისტროს ამ კუთხითაც დაეწყო საქმიანობა და ვთქვათ რაღაცა საფუძვლელი ყოველში ხელი შეეწყო აი ამ საფუძვლის მომზადებაში რომელიც ძალიან გჭირდება მედიის სფეროში იმიტომ რომ ფაქტობრივად სულ თითო ოროლა ჟურნალისტია რომელიც მეტნაკლებად ამ სფეროში მუშაობს რომელიც ჩახედულია და ვთქვათ მაგრამ ზოგადად დაგეთანხმებით რომ ძალიან დიდი ვთქვათ სიდუხჭირე თუ სიმწირეა ამ მიმართებით ფაქტობრივად ძალიან ხშირად ნუ მე აი ერთი ორ გამონაკლისს თუ არ ვიგულისხმებ როდესაც ჟურნალისტებთან ხდება ხოლმე გასაუბრება და რაღაცა, ну აი საერთოდ ანუ ძალიან ძნელია რაღაც თემის გაშლა, თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ აი ძალიან ზედაპირული შეკითხვები, კითხვა-პასუხები, ძალიან იშვიათია, რომ ვინმე სიღრმისეულად ჩაეხედოს რაღაც აქ და ეს ცოდნა არ არსებობს, ეს სპეციალიზაცია არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ და გეთანხმები ამაში ხათ უნდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ამაზე ნამდვილად დღეს ცალკე დაფიქრება და შეიძლება დაჯდომა. მისაწვდომობა კულტურის აი რაც თქვენ თქვით, რაც გულისხმობს ხო ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ხო და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ რა თქმა უნდა ეს არტარიას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია რომ უკვე ეთერში გადის ხო არა მაგრამ ინტერნეტ მას სივრცეს გაცდა და მასში გადის ეთერში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ასეთი ტიპის ესეთი სახელოვნებო გადაცემები არის ну ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან გამამდიდრებელი ნებისმიერი ვთქვათ ადამიანისთვის ხო ნაცვლად იმ საშინელი სერიალებისა და კიდე სხვა გადაცემების რომელთაც ფაქტურად გადატვირთულია ეკრანები ანუ თუ არ ხო კაცალად გაწყვეტინებთ როდესაც ხდება კულტურული მოვლენების ანუ პროექტების სწორი ინტერპრეტაცია ობიექტური და მიუკერძებელი ხო ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით და აი აქედანვე ჩემი კითხებით აი ბოლო დროის ძალიან აქტუალურ თემაზე საფრთხესთან დაკავშირებით სადაც მედიიდან თუ ასე ვთქვათ შტაბეშტილება არის ძალიან ქაოტური. აი თქვენ ვისი თქმა შეგიძლიათ მედიაში გავრცელებული უამრავი ინფორმაციიდან ბევრი არის აქედან ურთიერთგამომრიცხავი, ზოგი ჭორი და ზოგი მართალი. აი იმ სიტუაციის შესახებ და ზოგადად ამ პრობლემის შესახებ თქვენ ვისი თქმა შეგიძლიათ და რა ასე ვთქვათ დამახინჯდა გარეთ გადაადგილებული ინფორმაცია. ხო, საყდრისთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ბევრი სპეციფიკი რო დამთავრდა ამ სამინისტროს ვთქვათ როლი აი ამ სახელოვნებო მედია სივრცის შემუშავებაში კარგია რომ სამინისტრომ შეძლო რაღაც მხარდაჭერის გაწევა არტარიასთვის, შეიძლება ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მომავალში ალბათ მეტიც უნდა იყოს ეს მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ალბათ რაღაცა მე
ვიტყოდი ალბათ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარება ამ მხრივ როგორ ამაღლდა მედიის ცოდნა და პროფესიული ვთქვა დონე კულტურის სფეროში მომუშავე რაღაცა ჯგუფი რო შეიქმნას შეიძლება ვთქვა საინტერესო იქნებოდა აი ასეთი შეიძლება ვინმე დაძრას კიდე შეიძლება გარედანაც იყოს ეს წინადადება ვთქვა რომელსაც სამინისტრო შემდეგ მხარს დაუჭერდა რა ვიცი იგივე არტარი ასეთშეული ამის ინიცირება ან სხვა რომელიმე ასე ვთქვათ ორგანიზაციას რომელიც რაღაცა ჯგუფს გამოკვეთდა ვთქვათ მედია სივრცეში ჩვენს მედია სივრცეში და რომლისთვისაც ვთქვათ საინტერესო გამოცდილების ექსპერტები ჩამოვიდოდნენ ან თვითონ იგივე სხვა ქვეყნების ჟურნალისტები რომელთაც ეს ეტაპები გაიარეს რაღაცა ეს რაღაცა არ ვიცი სემინარის ვორქშოპის გამოცდილების გაზიარების კუთხით რომ იყოს მუშაობა აი როგორ იმიტომ რომ ბევრ ქვეყანას ჰქონდა ხო ეს პრობლემა მაგრამ ძალიან ბევრს აქვს დღეს მოგვარებული ანუ არიან ადამიანები რომელთა მუშაობის სფერო ეს არის, რომელიც მართლა სიღრმისეულად იკვლევენ კულტურის სხვადასხვა სფეროს. გეთანხმებით, რომ უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ იგივე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით, იგივე ჩვენი ინფორმირების, სწორად ინფორმირების კუთხით და ახლა გადავალ საყდრისზე, იმიტომ რომ უშუალოდ ეს პრობლემა მე ვფიქრობ რომ უშუალო კავშირშია საყდრის სისტემასთან დაგეთანხმები ნამდვილად ხათუნა იმიტომ რომ რა ვიცი ხა მე რა გადაცემებსაც ვუყურებ ბოლო ხანს ეს არის ძალიან ისეთი არასრულფასოვანი ძალიან ხშირად მიკერძოებული ან ცალმხრივი პოზიცია თან პოზიციის დაფიქსირება ხშირ შემთხვევაში ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ რომელსაც ძალიან დიდი სიფაქიზით უნდა მოეპყრას მე მგონი ყოველი ჟურნალისტი და ნებისმიერი არხი. ანუ ამით რისი თქმა მინდა რომ საზოგადოებაც შესაბამისად იგივე ამ მედიის მუშაკებს გარკვეულწილად ნებით უნებლიეთ შეიძლება სრულიად უნებლიეთ ვერავის დაუბრალებს მაგრამ შეცდომაში შეყავთ საზოგადოება რომელიც ფაქტურად დაიბნა იმიტომ რომ გამოდის რამდენიმე ვთქვათ ნამდვილად დაინტერესებული მხარე ვთქვათ იქ საწარმოს წარმომადგენელი იქნება თუ ის არქეოლოგი თუ ის გეოლოგი რომელიც უშუალოდ თავის საქმიანობით მთლიანად არის დაკავშირებული ამ საწარმოსთან ხო ამ საწარმოს მუშაობასთან და რაღაცა და აკეთებს უაღრესად დემაგოგიურ ნუ სულ ცოტა დემაგოგიურ განცხადებებს და ყოვლად დაუსაბუთებელს და თუ არა ცილის მწამებლურს და საპასუხოდ ჩანს მხოლოდ 2 ან 3 ადამიანი უმეტეს შემთხვევაში რომელთაც ან სალაპარაკო დრო არ აქვს საკმარისი ან საერთოდ მათი ინტერვიუ არ არის სრული ან რაღაცა ისე არის ყველაფერი ისეთ კონტექსტში წარმოდგენილი რომ მსმენელისთვის ვინც არის გაუთვითცნობიერებელი მსმენელისთვის ძალიან ძნელია ამ რეალურ ვითარებაში გარკვევა ანუ ეს არის ძალიან სამწუხარო მაგალითად აი თუნდაც მცირე მაგალითს გეტყვით მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ჩემთვის ჩემი გადასახედიდან ნამდვილად პირველ არხზე გაკეთებული გადაცემა რომელმაც მეტნაკლებად ობიექტური სურათი წარმოადგინა საყდრისის საკითხის ირგვლივ არ ვიცი ნახე თუ არა ეს გადაცემა ნახე თუ არა ხო საინტერესო იყო იმიტომ რომ იქ ორივე მხარე მეტნაკლებად სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი და არა ესე ფრაგმენტულად და შემთხვევითად და მეტნაკლებად ვთქვათ ორივე მხარეს მიეცა საშუალება თავისი არგუმენტების ჩამოყალიბებისა. თუმცა ესეც რთული იყო. და რა ვიცი ერთადერთი ვიტყოდი რომ მაინც მადლობელი ვარ იგივე ამ პირველი არხის რომელმაც მოახერხა რომ რაღაცნაირად მეტნაკლებად სწორად წარმოიჩინა საკითხი. თუმცა ესეც არ იყო საკმარისი. ამას უნდა სიღრმისეული ინტერვიუები, უნდა ადგილზე ჩასვლა, ამას უნდა რეაგირება იმ ფაქტზე რომ სამინისტროს კვლევა, საკითხის სიღრმისეული კვლევა, ამას უნდა რეაგირება ასევე მედიის წარმომადგენლებისაგან იმ ფაქტზე რომ დღეს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფ კულტურის ეთნოგრაფიის სამინისტროს ან ამ შემთხვევაში ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ოფიციალური ჯგუფი რამდენჯერმე ჩავიდა არქიტექტურული არქეოლოგიური ობიექტის ანუ დღევანდელი ვითარების შესაფასებლად და არ შეუშვეს და ამას ეს არც გაშუქებულა მე გესმით ესე იგი რამდენად უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი რომ ოფიციალურ უწყებას არ აქვს წვდომის უფლება არ აძლევენ ესე კანონსაწინააღმდეგო ანუ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას საშუალებას არ აძლევს კერძო კომპანია და ამას თქვათ მედიის მხრიდან არ მოყვება საკმარისი რეაქცია. ანუ ეს ჩვენი მედიის სისუსტეზე მეტყველებს. ხო მართალია ეს ახლა დაუშვებელია რომ წვდომა არ კონდეს შენ არქეოლოგიურ ობიექტზე ოფიციალურ უწყებას
რომელსაც ვალდებული ხარ რომ შეხვიდე, ვალდებული ხარ რომ დააფიქსირო დღევანდელი სიტუაცია, ხო, ფოტოფიქსაციის სახით გულისხმობ. და არა გაქვს ამის უფლება, ანუ ეს რა თქმა უნდა უწყების სისუსტესაც მოწმობს, მაგრამ ამასთანავე მედია სავარაუდოდ ალბათ ეს საკანონმდებლო სფეროსაც ეხება. საკანონმდებლო, რა თქმა უნდა, ანუ კანონი ვერ კანონობს, კანონის უზენაესობა ვერ აღმასრულება, რა თქმა უნდა, ხო, ანუ კანონი ვერ სრულდება ის როგორც შესრულდეს, ხო, გარკვეულწილად. მაგალითად, ახლა საყდრისთან მიმართებით არ შემიძლია რომ არ გაჩვენოთ არაერთ გადაცემაში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი პუბლიკაციები არის მხოლოდ უცხო ენაზე და გაურკვეველია, ეგ ზოგი გერმანულად არის მეტი წილი, ზოგი ფრანგულად, ზოგი ინგლისურად და რაღაცა და რომ ქართულ ენაზე არ არის არანაირი, ასე ვთქვათ, კვლევა საყდრის თემის ირგვლივ და მე სამწუხაროდ სულ 1-2-ჯერ მომეცა ეს შესაძლებლობა და ეს ვერც ერთხელ ვერ მოვასწარე ამ კვლევის ჩვენება უბრალოდ მაყურებლისთვის. არსებობს ძალიან ისეთი ფუნდამენტური თითქმის მე ვიტყოდი მონოგრაფიული ნაშრომი უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში, ძველი წარსულის მე-3 ათასწლეულებია, ათასწლეულებში ეს გახლავთ რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევა, რამდენიმე ავტორი ყავს და აქ მთელი ესე 50 გვერდზე მეტი მხოლოდ საყდრის ყაჩაღიანის აი ამ ობიექტს ეძღვნება, სადაც არის სრულად დოკუმენტირებული მასალა, ძალიან საინტერესო ტექსტია, არის გრაფიკული, ესე იგი, ჩანახატების სქემები, თითოეული ფორმის იარაღის თუ იქ აღმოჩენილი კულტურული ფენების, ვთქვათ, ფენებში დაცული სხვა ნივთების და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან საინტერესო და ესეთ ფუნდამენტური, მე ვიტყოდი, ნაშრომი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს რა დიდარი ტრადიციების და მდიდარი წარსულის ქვეყანა ვართ, საიდან მოვიდვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ მევენახეობის თუ მიწათმოქმედების კერა, საქართველო იყო, არამედ ასევე მეტალურგიის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სწორედ განვითარებული ცივილიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი კვალი, აი ეს მეტალურგიული საქმიანობის კვალი და ის რომ იმ დროს ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულში ჩვენს მიწაზე მაღაროს წესით მუშავდებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო, მაგ შინაარსობრივ მას არ აქვს, ანუ სამთამადნო ძეგლი იყო ეს, სამთამადნო ესე იგი საქმიანობა იყო გაჩაღებული აი იმ დროს საქართველოში, ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ამის თქმის ასე ვთქვათ, ფუფუნება დღევანდელ მსოფლიოში, ანუ ეს არის ერთ-ერთი უძველესი სამთამადნო ძეგლი მსოფლიოში. და ამდენად აი მინდოდა ვისარგებლო. და აი ბოლო ასე ვთქვათ მონაცემებით რა პერსპექტივა არსებობს და რა შეიძლება განხორციელდეს ისე ნუ კანონის ფარგლებში რასაკვირველია. კანონს პირველ რიგში რა თქმა უნდა მოხდეს ამ არქეოლოგიური ობიექტის სრულად შესწავლა, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ აქ სერიოზული არქეოლოგიური გათხრებიც უნდა გაგრძელდეს კვლევები და მუშაობა რა თქმა უნდა შეჩერდეს, ეს იყო უკანონო ქმედება, სრულიად დაუშვებელი, რომელიც საბედნიეროდ ჩვენ რომელთა შესახებ შევიტყვეთ სრულიად შემთხვევით. ძალიან სავალალოა ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ობიექტის ფოტოფიქსაცია, რომ ზუსტად ვიცოდეთ დღევანდელი ვითარებით იქ რა და როგორ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის იმ მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტი, თუნდაც არ ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნებისმიერ არქეოლოგიურ ობიექტს იცავს კანონი, თვალსაჩინო რომ ჯერ აუცილებელია მისი სრულად შესწავლა, სანამ გადაწყდება, ვთქვათ, მისი აღების და ვთქვათ, მიწის სამუშაოების განხორციელების საკითხი, ან მისი შენარჩუნების და ვთქვათ, რაღაცად ქცევის, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ამ შემთხვევაში გამომდინარე მართლაც გამორჩეულობიდან და უნიკალურობიდან, ხო, ამ არქეოლოგიური ობიექტისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთი წარმომადგენლობითი, ალბათ საერთაშორისო კომისიის მოწვევაც, რახან აქ გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, იყო მცდელობები ამ არქეოლოგიური ობიექტის დისკრედიტაციის, აშკარა მცდელობა, ესე იგი, რომელსაც ალბათ შეუიარაღებელი თვალით ყველა დაინახავს, გარკვეული ინტერესების ლობირება, ხო, რაც ახლა შეიძლება გამართლო კიდეც კამპანიას თავის ინტერესები აქვს, მაგრამ აქ თავარი არის რომ შეჯერდეს ეს ორი პოზიცია ეკონომიკური განვითარების, ითქვას რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური განვითარება გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და სწორად დაცვა შენარჩუნებას სწორად განვითარებას, იმიტომ რომ
გრძელვადიანი პერსპექტივით შეიძლება აი ამ იქ მუზეუმის შექმნით, ხო, უძველესი თქვათ სამთამადნო მუზეუმის შექმნით, ან უძველესი სამთამადნო ძეგლების კვლევის რაღაცა საერთაშორისო ცენტრის დაარსებით შეიძლება ბევრად უფრო გრძელვადიანი პერსპექტივი გაუჩნდეს იგივე ბოლნისის რეგიონს მიმდებარე აბარა ვიდრე თქვათ 3 წელიწადში ოქროს ამოღებით ამით დამთავრდება ყველაფერი ეს იქნება ამოწურვადი რესურსი მაშინ როდესაც ჩვენ ხელთ გვაქვს ამოუწურვადი რესურსი ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ აწლეულების და საუკუნეების მანძილზე ჩვენს თაობებს მონოთავებას გადავლოცოთ ხო და ამის მაგალითად მოგიყვანთ ეს ადრეც მithქვამს მაგრამ მაინც გამემეორებ რომ ძალიან საგულისხმოა ეს მაგალითი პოლონელებს მაგალითად მარილის მაღარო აქვთ ესე მე-13 საუკუნისთან მე-13 საუკუნიდან განვითარებული შუა საუკუნის მარილის მაღარო აქციის მუზეუმად იქვე მუშაობს თანამედროვე წარმოება მარილის მომპოვებელი ეს არის ამ წარმოებისთვის ესე იგი სიამაყის რა ვიცი თვალსაჩინოების და წყარო და პრესტიჟის რა თქმა უნდა პირველ რიგში და შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იუნესკოს და იქ ეს ველიჩკას პატარა ქალაქი და ეს მიმდებარე სოფლები აყვავდა ესე იგი განვითარდა კულტურული ტურიზმი იქ უამრავი ადამიანი ჩადის ეს თანამედროვე წარმოებაც განვითარდა შესაბამისად და ეს არის რაღაცა აი მართლაც ტრადიციის უწყვეტობის ძველი და თანამედროვე შერწყმის კულტურული მემკვიდრეობის სწორად შენარჩუნების და განვითარების ის მაგალითი რომელმაც სწორედ თანამედროვე ხედვით ზუსტად რომელმაც სწორედ ეკონომიკური სარგებელი მისცა ქვეყანას საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ სწორად შეფასდა და განვითარდა კულტურული მემკვიდრეობა და აი ეს მე მგონი ჩვენ ეს ხედვის პრობლემა გვაქვს დღეს, რომელიც მართლაც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ახალი ხელისუფლება ამას შეცვლის, იმიტომ რომ ასე იყო, ასე მოვედით ბოლო წლების მანძილზე ძალიან მძიმე კვალი დააჩნდა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ახლა რომელი ერთი გითხრათ, იქ ბატონის ციხე თუ დართლო თუ სხვა მრავალი სამწუხაროდ აზრით მხოლოდ ხელისუფლება რამაში საზოგადოება უნდა იყოს ჩართული რასაკვირველია და არელოდოს იმას რომ ხელისუფლება გადაწყვეტს მის საქმეს რა თქმა უნდა და პირველ რიგში ისეთი უწყებები როგორც არის თქვა ჩვენი სხვა კულტურის სფეროში მომუშავე და საზოგადოება რა თქმა უნდა რაც საზოგადოებრივი ინტერესი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარკვეულად ეს არის ხო ბარომეტრი რაღაც საზომია, თქვათ იგივე ხელისუფლებისთვის ხანდახან შეიძლება იქცეს სწორი ბიძგის და სწორი ხედვის მიმცემად, ხო? საწინდრად იმისა, რომ შეცდომა არ იქნას დაშვებული, რაღაცა არ იქნას გაწირული, თქვათ ისეთი რამ, რაც არ არის გასაწირი არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, ესე იგი იქ რაღაცა პროცედურულ დარღვევებზე თუ რაღაცა და ძეგლის სტატუსის გაბათილებაზე და რაღაცა, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. საყდრისი ყაჩაღიანის ბორცვზე მაქვს ლაპარაკი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ ბორცვი, რომ მთლიანად ეს საწარმო ტერიტორია ითვლის 300 ჰექტარს. ეს 1 ჰექტარიც არ არის და ეს ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ტექნოლოგიური პროცესი დაიხვეწოს ისე, რომ იქ მიდამოებში, აი ამ პატარა ბორცვის მიდამოებში მაღაროს წესით მოხდეს იმ ოქროს მოპოვება და არა სხვა წესით და შენარჩუნდეს ეს ობიექტი, გესმით? და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო წინადადება გერმანული მხრიდან, 5 ცნობილი ექსპერტის ამ სფეროში მომუშავე 5 საერთაშორისო სახელის მქონე მეცნიერის ჩამონათვალით, არც ერთი არ არის გერმანელი, იმიტომ რომ რახან ასეთი დისკრედიტაცია და ცილისწამებლური განცხადებები გაისმა გერმანული მხარის მიმართ, რა ძალიან სამარცხვინოა, მინდა აღნიშნო ხაზგასმით, რომ ძალიან სამარცხვინოა ნამდვილად და ჩვენს რა ვიცი, ძალიან ცუდად მეტყველებს, ასე ვთქვათ, ჩვენს ამ დემაგოგიურ დამოკიდებულებაზე გარკვეული საკითხებისადმი, რომელთა მიმართ არ გვაქვს უფლება დემაგოგიური და ესეთი არასწორი დამოკიდებულება გქონდეს. გერმანული მხარის მხრიდან, გერმანულმა მხარემ შემოგთავაზა 5 ესე იგი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ საერთაშორისო კომისიის მუშაობაში და რომელთაგან არც ერთი არ გახლავთ გერმანელი. ერთი არის ბრიტანელი, ერთი არის ესპანელი, არის ბულგარელი, არის ფრანგი და კიდევ რაღაცა მოკლედ ეს 5 სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სოფლიოს ცნობილი სახელები, სადაც მათ უმუშავეთ სოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ოქროს მაღაროებზე, სპილენძის მაღაროებზე და ასე შემდეგ უძველეს პრეისტორიულ მაღაროებზე. ანუ აი ესეთ წინადადებაც გაგვაჩნია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ჩავთოთ ეს საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მკვლევარები თუ მეცნიერები პრეისტორიული მაღაროების, რათა
ძეგლის შინაარსობრივ მხარეზეც რახან კამათია ძეგლის შინაარსობრივ მხარეზე, ხო, თუმცა ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თვითონ ამ არქეოლოგიური ობიექტის დაცვის საკითხთან. ანუ ეს არის ორი სრულიად ერთმანეთისგან გასამიჯნი რამ. ის რომ ძეგლის ამ შემთხვევაში არქეოლოგიური ობიექტის, ხო, დღევანდელი მონაცემებით რაობა იწვევს რაღაცა ეჭვს თუ აზრთა სხვადასხვაობას, ეს სწორედ იმას მოწმობს, რომ ეს საკითხი კიდევ შესასწავლია. ხო, ანუ ბევრი კითხვა იბადება და რაც უფრო მეტი კითხვა, მეტი სამუშაოა გასაკეთებელი იმისთვის, რომ იმიტომ ძალიან საინტერესო უძველესი ხანაა, ძალიან საინტერესო მოსაზრებები არსებობს, აზრთა სხვადასხვაობაც ოქროს მაღაროა თუ სპილენძის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ არ არის ამოწურული ამ ეს საკითხი სამეცნიერო წრეშიც კი ჩვენთან თუ შეიძლება საერთაშორისო მაგ. თუმცა საერთაშორისო სამეცნიერო წრის მიერ ეს ნამდვილად აღიარებულია ეს მაღარო როგორც ოქროს უძველესი მაღარო დღესდღეობით მსოფლიოში. აი ეს მინდოდა მეთქვა რომ იმედი მაქვს რომ გამოვიყენებთ შევძლებთ აი ამ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას იგივე გერმანული მხარის თანამშრომლობას რომელიც კვლავაც მზად არის ესე იგი რომელსაც ძალიან დიდი ადამიანური და ფულადი რესურსი გაიღო ამ არქეოლოგიური ძეგლის თავის დროზე ძეგლის სტატუსი ქონა შესწავლისთვის და რომელიც მზად არის რომ განაგრძოს ეს თანამშრომლობა და ალბათ ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართული მხარისთვისაც რომ გამოიყენებინა ეს რესურსი დამატებით. აი ამ ასე ვთქვათ, რახან რაღაც საჩოთი რო გახდა ეს საკითხი, მით უფრო კარგი იქნებოდა რომ საერთაშორისო მკვლევართა და მეცნიერთა აზრი იქნას გათვალისწინებული. ისევ რომ დაუბრუნდეთ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტს, სასურველი იქნება რა თქმა უნდა ეს მთელი უსიამოვნო გამოცდილებები იქ იყოს გათვალისწინებული და სტრატეგიაზე როცა სტრატეგიის შემუშავებაზე როცა იქნება საუბარი, რა თქმა უნდა ეს რაღაცნაირად მხედველობაში იყოს მიღებული ის რომ ესეთი შემთხვევები რაღაცნაირად პრევენცია მოხდეს აუცილებლად ხათუნა თანაც ეს დოკუმენტი ასე ჩვენ ვეცადეთ რომ ყოფილიყო შესაბამისობაში ყველა იმ საერთაშორისო კონვენციასთან რომელსაც საქართველო არის მიერთებული რომ იყოს შესაბამისობაში ასოცირების ხელშეკრულების ტექსტთან და იქ ფორმულირებულ ანუ კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებთან ანუ ფაქტობრივად იგივე საკვრის საკითხს რო დაუბრუნდეთ და ამ პრევენციულ ზომებს ხო ეს ყველაფერი არის ჩადებული ამ კონცეფციაში რადგან შესაბამისობაშია როგორც გითხრათ ყველა ამ კონვენციასთან რომელსაც ვართ მიერთებული და შეგახსენებთ აგრეთვე და უბრალოდ მე თვითონ გამოვჩა ამის ხაზგასმა რომ ის რაც დღეს ხდება ჩვენთვის დაუშვებელია იმ თვალსაზრისითაც რომ ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს ქვეყანას აღებული საერთაშორისო კონვენციების გზით ანუ საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების გზით ეს არის ლავალეტას კონვენცია არქეოლოგიური დარგის შესახებ ეს არის ფაროს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის კეთილდღეობა საზოგადოებისთვის აი ამ თემებს იხილავს ეს კონვენცია სადაც ხაზგასმით არის სწორედ აი ამ ეკონომიკური და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების საკითხი დასმული და სადაც განსაკუთრებით ფაროს კონვენციის მე-10 მუხლი სწორედ ამას ამბობს რომ როდესაც გარკვეული წინააღმდეგობაში მოდის თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ასე მაგრამ კულტურული მემკვიდრეობისა და ეკონომიკის ინტერესები ეკონომიკური ინტერესები ყოველთვის უნდა გადაწყდეს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და სწორად განვითარების ანუ ხარჯზე კი არა განვითარების გათვალისწინებით. ანუ ეს არასოდეს არ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ოდნავ შელახვის ან დაზიანების ან უგულებელყოფის ხარჯზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დებულება ამ ფაროს არსი მე ვიტყოდი ამ ფაროს ხელშეკრულების, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობა არ არის რომელიღაც ერთი პირის ან რომელიღაც ერთი კომპანიის ან რომელიღაც ერთი უწყების სამინისტრო იქნება თუ სხვა საკუთრება, ეს არის ყველა მოქალაქის საკუთრება. ანუ მისი ხელყოფა ძალიან ძიმე რამ არის. ანუ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე. ამდენად აი ეს კონცეფცია სწორედ ითვალისწინებს იმას რომ მაგრამ ისევ და ისევ სისრულეში ხანდახან სისრულეში მოყვანა ჭირს თორე დღევანდელი კანონმდებლობითაც დღევანდელი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კანონით რომელიც არ არის სრულყოფილი მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობითაც რომელიც არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ჩვენ ვალდებულება გვაქვს ანუ და იმ კომპანიასაც ვალდებულება აქვს რომ იმიტომ რომ ის არ არის მესაკუთრე არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ დავაფიქსიროთ ეს ანუ გავაკონტროლოთ რა მდგომარეობაშია ეს არქეოლოგიური ობიექტი მონიტორინგის ჯგუფს აქვს ოფიციალურად იქ შესაძლებლობა და მას არ უშუქებს ანუ კანონი არ სრულდება ფაქტობრივად
ამიტომ ეს კანონის აღსრულებაც მნიშვნელოვანი იქნება, ხო? ალბათ მომავალში ალბათ მაინც უწყებათა შორის კოორდინაცია უნდა იყოს უკეთესი და სამინისტროს პოზიცია უნდა იყოს უფრო მყარი და მკაფიო. ესე იგი, არ უნდა იყოს რაღაც არანაირი მერყეობა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის საკითხს ეხება, ხო, რაღაცა, ან რამე პრობლემა ჩნდება, ეს კულტურის დაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს თავდაცვის პოზიციაში, იგი მაინც თავის ხაზს და თავის პოზიციას უნდა აფიქსირებდეს, რაც შეეხება მტკიცედ და ეს ალბათ ეს იყო გარკვეული რამაც მისცა საშუალება, ვთქვათ, საწარმოს უფრო ხო ამ გაურკვევლობის და ამ გაურკვევლობით სარგებლობისა ამ კომპანიას, რომელიც ამბობს, რომ არა, მე ვარ ხან ამბობენ, რომ თვითონ არიან მესაკუთრეები, რაც ისინი არიან მხოლოდ ლიცენზიის ფლობელები ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ესმით აი ეს უკვე მთელ ჯაჭვს იწვევს, როდესაც პოზიცია არ არის საკმაოდ მტკიცე, მე ეს შეიძლება ცუდ პროცესებში გადაიწყოს. აი ეს კულტურის მემკვიდრეობის მიმართ პოლიტიკის განსაზღვრა და საერთოდ ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ამასთან დაკავშირებით კიდე მინდა მეორე თემაზეც გადავიდე, ეს არის უახლესი პროცესები ხელოვნებაში, თანამედროვე ხელოვნება, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩვენ თუ მხოლოდ გვაქვს, თქვათ, წარსულის ხელოვნება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ აღვიქმნებით ქვეყნად და აი ამ მიმართულებით ხა მე თვითონ შემეძლია აღვნიშნო ის რამდენიმე კარგი პროექტი რაც შარშან განხორციელდა თუნდაც თქვათ წარმატება ქართული პროექტის ვენეციაში და პლუს კიდევ იმასაც დავამატებდი რომ ეს კარგი დასაწყისია რომ ეს კონკურსების საფუძველზე ხდება უკვე პროექტების შერჩევა და რასაკვირველია ამ მიმართულებით სასურველია რომ ეს კიდევ უფრო განვითარდეს და ბევრ სხვა პროექტებსაც შეეხოს და კიდევ აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის მეკითხა აი რა ესეთი პრიორიტეტები გაქვთ ამ შემთხვევაში აი თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის მხრივ და უფრო ესეთი შორი ხედვა რა არის ამ მიმართულებით სამინისტროს დაგეთანხმებით ხათ ნამდვილად რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების განვითარება და ჩემთვის პირადად ეს ნამდვილად პრიორიტეტულად ჟღერს ყველა ვითარებაში და ყველა შემთხვევაში და სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ აი კულტურული მემკვიდრეობის სწორად შენარჩუნება და სწორად განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩვენ თუ როგორც თქვენ აღნიშნეთ რომ ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერების საფუძველი, ჩვენი დღევანდელი განსაკუთრებულობის საფუძველი, ხო? ის რაც შემდგომ საფუძველს გვაძლევს თანამედროვე ხელოვნებაში, თანამედროვე ხელოვნების არენაზეც გავიდეთ თავაწეული და რაღაცით გავაკვიროთ ვიღაც. თუნდაც ძალიან თანამედროვე და ძალიან ისეთი პროექტით თამამით, მაგრამ სადღაც აი ის გუზურს გვიმაგრებს ეს ჩვენი კულტურული, არამატერიალური, მატერიალური ყველანაირი მემკვიდრეობა. აი ეს ბაზისი, ესე იგი, რომელიც თუ არა გაქვს, მე არაფრით გამორჩეული აღარ ხარ, ხო? ითქვიფები, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს სხვისგან, რაც არ უნდა ტრივიალურად ჟღერდეს, ის პოლიფონია იქნება, თუ ქართული სუფრა იქნება, თუ სხვა, ხო? ეს არის ის გამორჩეული ნიშნები, რომელთაც მოვედით დღემდე. ამდენად, აი ამის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევ და ისევ ამ თანამედროვე ხელოვნებისთვის სწორი ბიძგის მისაცემად. იმიტომ რომ აქ თუ ჩვენ დავკარგეთ წონასწორობა და ყველაფერი გავანადგურეთ და ყველაფერი შევწირეთ, თქვათ, რაღაცა, თქვათ, ინვესტორის მიერ წამოწყებულ მშენებლობებს თუ რაღაცა ეს ჩვენი ფასეულობები თუ დავთმეთ, მე ძალიან გაგვიჭირდება, თქვათ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ თანამედროვე ხელოვნების დარგში. მე მგონი ეს კავშირი უცილობელია, რაც არ უნდა შეიძლება პირდაპირ არ ჩანდეს, ხო, ეს ძაფი, უწყვეტი. და ამ მხრივ ერთ რამეს დავამატებდი, თუ საკანონმდებლო გარემოზე თუ ვილაპარაკებთ, რომ ჩვენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კანონით შევიმუშავეთ, რომელიც ფაქტობრივად მზად არის უკვე ბოლო იმას გადის, ასე ვთქვათ, გაშალაშინების პროცესს და ასევე მთავრობას წარედგინება, იმიტომ რომ რომელიც ძალიან დიდ დაცვის მექანიზმებს მოგცემს აგრეთვე ჩვენი აი ტრადიციული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ზოგადად ეს ძალიან ფართო ცნება. ეხლა რაც შეეხება თანამედროვე
კულტურის სფეროს, რა ვიცი, შარშან ეხლა ეს პირველი წელი იყო, ძიმე წელი იყო ძალიან ჩემთვისაც პირადად და ალბათ მთელი სამინისტროსთვის. მაგრამ მაინც როგორც აღნიშნეთ ეს ერთ-ერთი ალბათ მაინც ყველაზე საამაყო და წარმატებული პროექტი იყო ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი, კამიკაძე ლოჯია, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ადგილზეც, ეხლა თქვენც იქ იყავით და რამდენად გასვოთ, რამდენად ესეთი თბილი და დიდი ინტერესი გამოიწვია ხო აუდიტორია, ანუ დამთვალიერებელთა მხრიდან, პროფესიონალთა მხრიდან, გასვოთ კურატორები ჩამოდიოდნენ, ცნობილი ჟურნალისტები, Deutsche Welle-ს და სხვა ძალიან ცნობილი არხების, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი აღფრთოვანების საგანი, რაც მე ძალიან მეამაყება, იმიტომ რომ ესეთი პროექტი იყოს, არისკო იყო, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გასვოთ მაშინ დიდი ჯაბასი იყო მაშინაც ამ პროექტის საბოლოო შერჩევის პროცესში და მე მგონი არ შევცდით, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ეს იყო პირველი კონკურსი, სხვა შორის სულ ახალი მოსულები ვიყავი მაშინ მეც პირადად, როდესაც დეკემბრის თვეში დავძარით ეს კონკურსი, ანუ გამოვაცხადეთ ეს კონკურსი, ეს იყო ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩემთვის ამ დარგში, როგორც ამ დარგში მოღვაწე, რა ვიცი, საჯარო მოხელისთვის და გაამართლა ამან, ანუ საინტერესო პროექტი შეირჩა, ძალიან შემოქმედებითი, გიო სუმბაძის, ჯორჯაძის მონაწილეობით ასევე თამამი, ესეთი გამორჩეული, უცხო და გაამართლა სარისკოც ერთგვარად ფაქტობრივად ჩვენ მოვიპოვეთ ამ გარსენალეზე შენობის დაშენების საშუალება, ამ პარაზიტი ნაგებობის და ნუ ახლა ალბათ აღარ გავაგზავნებ, თქვენ შეგიძლიათ თავად ილაპარაკოთ ამაზე, რომ ახლა ჩემგან შემოხერხულიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, ძალიან წარმატებული და მე ვიტყვი, რომ ზუსტად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ენერგია წაიღო, რესურსი, ადამიანურიც, ფინანსურიც, რა თქმა უნდა, მაგრამ გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ვახსენე ხო, კულტურათა შორისი დიალოგის გაღრმავება და საერთაშორისო სახელმწიფოს მაშინ სივრცეში ქართული ხელოვნების ჩართვა, ამ თვალსაზრისით ამ პროექტმა, ამ წამოწყებამ იმუშავა, იმიტომ რომ ამას მოყვა ძალიან კარგი გამოძახილი, ამან ძალიან აამაღლა საქართველოს თვალსაჩინოება, ხო, აი გარკვეულ სფეროში, გარკვეულ, ასე ვთქვათ, წრეში. ყველა მიცოდა, რომ ეს ქართული პავილიონი სანახავი იყო, თუ გახსოვთ, რომ მოდიოდნენ, სულ ბოლოს იყო არსენალის ბოლოს ეს პავილიონი, მაგრამ ყველა მოდიოდნენ, რომ ყველა გვეუბნებოდა, რომ გითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს პავილიონი და ამან ხელი შეუწყო, აი რაღაცა დაძრა, რაღაც პროცესი და ვთქვათ, ბულიონის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო პერფორმანსების სახით ამ პავილიონის, მაგალითად ბულიონის ჯგუფმა ძალიან მალე მიიღო მოპატიჟება ვენის ბრუტის თეატრში, ცნობილ ტრადიციულ თეატრში, სადაც მათ გამართეს სულ სხვა წარმოდგენა, სუფრა და ძალიან საინტერესო იყო, მე მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი. ანუ ეს რაღაცა დაიძრა, მე ამასობაში კიდევ შევიტყვე, რომ კიდევ სხვა მოწვევაც აქვს და ეს ყველაფერი იყო სწორედ აი ამ ინიციატივის წყალობით, ანუ ამან ხელი შეუწყო ქართველი ხელოვანების საერთაშორისო სივრცეში გასვლას და ეს არის ჩემთვის ძალიან საამაყო და მისასალმები. მიზანი ეს იყო რა ფაქტობრივად, რომ რაც შევა რაღაცა ვიღაცისთვის რაღაც გაიხსნას, ხო, დამატებითი რაღაცა განზომილებები და იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ არ არის, იმიტომ სადაც კი არ მოხვდით ჩვენ პოლონეთში, მაგალითად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნების კვლევის ცენტრი აქვს, რაც ყველგან ეს დაგვხვდა ეს ამბავი, რომ აი თქვენი პავილიონი იყო გამორჩეული, იყო არაჩვეულებრივი, იყო თამამი, კარგი და საინტერესო. ეს იყო ძალიან სასიამოვნო რამ. მე გამოვყოფდი კიდევ აი შარშანდელ პროექტებს შორის, ჩემთვის რა იყო ძალიან საინტერესო, ის იყო დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა, ახლა შეიძლება ვთქვათ, სულ სხვა თანამედროვე ხელოვნება როგორც ასეთი შეიძლება არ იყო, მაგრამ იმდენად დავით კაკაბაძე იმდენად თანამედროვეა ხო ყველასთვის და დღესაც იმდენად თანამედროვე ჩანს და ჟღერს, რომ ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მთლიანად ჩვენი ინიცირებით მოხდა სამინისტროს სრული მხარდაჭერით და ინიცირებით მოხერხდა აი ამ ძალიან სრული რეტროსპექტივის გაკეთება, სადაც დავით კაკაბაძე წარმოჩნდა არა მხოლოდ როგორც ფერმწერი თუ იმ თქვათ ინზევიზების ავტორი თუ ბრეტანის, არამედ როგორც გამომგონებელი, როგორც კინოს მხატვარი, როგორც აი ყველა ასპექტი, ყველა წახნაგი გამოჩნდა დავით კაკაბაძის როგორც თეორეტიკოსი, როგორც ქართული ორნამენტის, ხუროთმოძღვრული ორნამენტის შემსწავლელი და ეს იყო ძალიან სრული რეტროსპექტივა. იმდენად რომ ჩვენ ლისაბონის მუზეუმიდან ერთი ნამუშევარიც კი ჩამოვიტანეთ, რომელიც არასოდეს გამოფენილა საქართველოში და ესეც ძალიან საინტერესო იყო, თავის ანარეკლე ქონდა იატაკზე და მოგეთ ესეც ვიფიქრეთ, რომ რა შეიძლება სრული ყოფილიყო, თუმცა შეიძლება და კიდევ რამდენიმე ნამუშევრის დამატება
ხდება, მაგრამ რთული იყო ტექნიკურად და მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო. გამოყოფდი ერთ ვენის თანამედროვე ხელოვნების მხატვრობაზე ბაზრობაზე წარსდგა საქართველოს საინტერესოდ საქართველოს და პოლონეთს შემოგთავაზეს ეროვნული ესეთი პავილიონები ფოკუსში პოლონეთთან ერთად და საინტერესო იყო ირინა პოპიაშვილი გახდათ კურატორი და ძალიან საინტერესო კონცეპტუალურად ძალიან საინტერესო გამოფენა გააკეთა ჩვენ თანამედროვე მხატვრობის მე ვფიქრობ რომ ესეც მნიშვნელოვანი გასვლა იყო ასე ვთქვათ ესეთ წარმატებული გასვლა იყო იმიტომ რომ არა მხოლოდ იმიტომ რომ გამოფენა იყო ძალიან საინტერესო არამედ იმიტომაც რომ იგივე აი ამ თანამედროვე ხელოვნების ვენის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია ასე თემატური დისკუსია თანამედროვე ხელოვნებაზე ქართულ თანამედროვე ხელოვნებაზე რომელსაც მოდერატორობდა ისე ირინა პოპიაშვილი იყო კაროლაინ ბუსტა art forum-ის რედაქტორი იყო ძალიან ცნობილი ფრანგი კურატორი ხო გვარი არ მახსოვს უბრალოდ მელანი რაღაც და მოკლედ საინტერესო იყო ძალიან მე ვფიქრობ რომ ესეც მნიშვნელოვანი იყო ქართული მხატვრობისთვის ვფიქრობ რომ კიდევ გამოყოფთ ერთი პროექტს და მე დღევანდელობაზე გადავიდეთ საინტერესო იყო მე პირადად ძალიან მოხარული ვიყავი რომ სამინისტრომ მხარი დაუჭირეთ სინედოქს ასეთ ინიციატივას ეს გახლავთ პირველი ფესტივალი დოკუმენტური ფილმისა საქართველოში და ძალიან ნუ მე სამწუხაროდ ყველა ჩვენებას ვერ დავესწარე მაგრამ პირველი ფილმის დოკუმენტური ფილმის პირველ საღამოს გახსნის საღამოს მოვახერხე ეგ შეღწევას ვამბობ იმიტომ რომ ისეთი გადატვირთული იყო დარბაზი აი ნემსის შესავარდნი ადგილი არ იყო მართლაც იყო ძალიან ბევრი ხალხი ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან წარმატებული იყო და ეს დოკუმენტური ფილმების ფესტივალის წამოწყება ძალიან მისასალმებელი მგონია იმიტომ რომ ეს გვაკლია ეს აი დოკუმენტური ფილმის ძალა მე ვფიქრობ რომ აი ეს თუ განვითარდა ხო საქართველოში ეს დოკუმენტური ფილმები თუ შეიქმნა ხო იგივე ნებისმიერ საკითხზე მაგრამ აი სიღრმისეული რაღაც რომელიც რაღაც საკითხს შეაუღმავდება რომელიც სხვა კუთხით დაგანახებს ხო რეალობას ყოფას სინამდვილეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ეს იყო რაღაც ძალიან საინტერესო მე გამახსენდა ესეთი ბრიუსელში არის ფესტივალი დე ლიბერტე თავისუფლების ფესტივალი ძალიან ცნობილია ესეც ვიღაცამ წამოიწყო ესე სულ ძალიან მცირე სახსრით და ძალიან ესეთ პირობებით ძირითადად სტუდენტების ენთუზიაზმზე და მუშაობაზე დაფუძნებით და დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფესტივალი ბრიუსელში ჩამოყალთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აი სწორედ იქაც არის ამ დოკუმენტურ კინოზე რაღაც შეხვედრები არის აქცენტი რაღაც მასტერკლასებიც არის რაღაც გამახსენდა სულით ეს ბრიუსელის ფესტივალი რომელიც ძალიან საინტერესოა ძალიან შემოქმედებითია და იმედი მაქვს რომ ეს ინიციატივა წელსაც შემოვიდა ეს პროექტი იმედი მაქვს რომ წელს კიდევ უფრო წარმატებული იქნება იმიტომ რომ შაშანთან იქ საბავშვო სექციაც ჰქონდათ მასტერკლასებიც ჰქონდათ რაღაც ახლა სამწუხაროდ მე ყველაფერს ვერც დავესწარი და ეს მაგრამ აი პირველივე საღამო იყო ძალიან შთამბეჭდავი პირველი ფილმი იქ ესპანელი დოკუმენტალისტის ქალის ფილმი იყო ციხეზე სხვა შორის და ძალიან საინტერესოა ხო, შტეფან ტოლცის ვიცი რომ ძალიან საინტერესოა. ეს თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, ნუ რომელსაც ყოველთვის მხარს უჭერთ და რომელიც თავისთავად არის უნიშნულოვანი ინიციატივა და უკვე ტრადიციული და ამიტომ აღარ ვახსენე როგორც რაღაც სიახლე, იმიტომ რომ ეს ტრადიციული ასე ვთქვათ ფარდაჭერის საგანია კულტურისა და ხალხის სამინისტროში და იქნება მომავალშიც, იმიტომ რომ ეს არის უნიშნულოვანი ინიციატივა, რომელიც ასევე გვაძლევს ჩვენ სწორედ აი კულტურას შორის დიალოგის გაღვივის საშუალებას, ქართულ მაყურებელს აძლევს საშუალებას წვდომას, ანუ იმ საუკეთესო ალტერნატიულ კინოხელოვნებაზე, რომელიც ფაქტობრივად მიუწვდომელია ამ კომერციულ დარბაზებში და ჩვეულებრივი თქვა სხვა საშუალებებით. ეს არის ძალიან დიდი რამ.